საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრის დაარსების 68 წლის თავს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული და უცხოური ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის შედეგები, ასევე ახალი კვლევები შუა საუკუნეების ისტორიის, საეკლესიო ლიტერატურის, ემიგრაციის ისტორიისა და ხელნაწერთა დაცვის თანამედროვე მეთოდების შესახებ. ღონისძიებაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. იოანე ნათლისმცემლის ერთი საკითხავის ბერძნული დედანი და ქართული თარგმანი. ორი საბუთი ქეთევან დედოფლის შესახებ. შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე როგორც ემიგრანტთა კულტურულ-ინტელექტუალური ხიდი სამშობლოსთან. სვანეთის მუზეუმში დაცული მე-13 საუკუნის 10-იანი წლებით დათარიღებული ოთხთავის ტყავის ტვიფრული ყდის ფრაგმენტები. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია 30 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. 68 წლის წინ დაარსდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეს ცენტრი არის არა მხოლოდ უძვირფასესი ჩვენი მემკვიდრეობის ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი, არამედ დღევანდელ დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველოლოგიის სფეროში. ილია აბულაძის მიერ დაარსებული ცენტრი აქტიურად მოღვაწეობდა ელენე მეტრეველის ხელმძღვანელობით და დღესაც, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს აქტიური სამეცნიერო მუშაობა. ყოველ წელს ტარდება ამ თარიღზე, ანუ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების თარიღზე, ინსტიტუტის შიდა კონფერენცია, სადაც ცენტრის ყველა განყოფილების თანამშრომელს აქვს საშუალება წარმოადგინოს თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა, წარმოგვიდგინოს დასკვნები თავიანთი სამეცნიერო მუშაობის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვიჩვენებს, რომ ცენტრი აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფლობს როგორც ქართული, ასევე არაქართული კულტურული მემკვიდრეობის უმდიდრეს კოლექციას და ეს კოლექცია მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები იქნება, რომ არა სამეცნიერო კვლევა. თუ არ შევისწავლით ამ ხელნაწერებს და შესაბამისად ამისი პრეზენტაცია არ მოხდება, ამ სამეცნიერო კვლევების გაგრძელება, ეს ჩვენი უმდიდრესი კოლექცია დარჩება აუმეტყველებელი. ჩვენი მეცნიერების მოვალეობა არის, რომ ეს ძველი ხელნაწერები ავამეტყველოთ და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანოთ ის უამრავი წყარო, რომელიც არსებობს ჩვენ საცავებში და რომელიც ჯერ კიდევ უცნობი არის როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოებისთვის. პირადად ჩემი მოხსენება ეხება ქეთევან დედოფალს. ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა მაქვს ჩატარებული და ამჯერად აღმოვაჩინე ორი უცნობი საბუთი ქეთევან დედოფლის შესახებ და დღევანდელ მოხსენებაში სწორედ ამაზე ვისაუბრებ. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 68 წლის იუბილეს. მოხარული ვარ, რომ მეც ამ ცენტრის თანამშრომელი ვარ და ვითვლები იმ დიდი ტრადიციის გამგრძელებლად, რომელიც ხელნაწერთა ცენტრში აგერ უკვე 68 წელი არსებობს. მეც მქონდა მოხსენება, რომელიც შეეხება მცირე წინასწარმეტყველთა საკითხავების ლექციონარულ რეცენზიას და ყველა თანამშრომელს ვილოცავ ამ დღეს.